მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურუს ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოგიტანეთ ტორტი იაპონკას რეცეპტი, რომელსაც სხვანაირად ტორტ სინაზესაც ეძახიან. მაშასე დავიწყოთ. პირველ რიგში მოვამზადოთ კრემი. 2 კვერცხს დავუმატოთ 150 გრამი შაქარი, მწიკვი მარილი და 1 ვანილი. აქვე დავამატოთ ასევე 500 მილილიტრი რძე და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ 3 სუფრის კოზი სახამებელი, შეგიძლიათ ქვილითაც ჩაანაცვლოთ და კარგად ამოურიოთ სახამებლის სრულ გახსნამდე. შემდეგ დავადგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოვხარშოთ კრემის ფაფა. აუცილებლად უნდა მოიხარშოს კრემის ფაფა დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით, რომ არ მიგვეწვას. როცა მასა კარგად ჩაიშუშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხელსვე ჩავამატოთ 150 გრამი ცივი კარაქი და მუდმივი მორევით კარაქი ბოლომდე გავხსნათ კრემის ფაფაში. შემდეგ გადავაფაროთ სამზარეულოს პარკი და გავაგრელოთ. ახლა კი მოვამზადოთ ცომი. 4 კვერცხს დავუმატოთ 300 გრამი შაქარი, მწიკვი მარილი და დავიწყოთ ათქვეფა. ვთქვიფოთ მანამდე, სანამ მასა არ გათეთრდება. როცა კვერცხი და შაქარი კარგად აითქვეფება, დავამატოთ 3 სუფრის კოზი თაფლი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ 150 გრამი გამდნარი კარაქი და კვლავ მიქსერის საშუალებით კარგად ავურიოთ. შემდეგ ამ მასაში პორციებად დავამატოთ 600 გრამი ფქვილი და 1 ჩაის კოზის სოდა და დავიწყოთ ცომის მოზელვა. აუცილებლად 600 გრამი ფქვილი, რომელიც მთლიანად სჭირდება ნამცხვარს, დავამატოთ აუცილებლად ნაწილ-ნაწილ და ასე ეტაპობრივად მოვზილოთ ნამცხვრის ცომი. როცა ფქვილს ბოლომდე კარგად შევაზელთ, რბილი ცომი გადავიტანოთ მაგიდაზე, რომელზეც წინასწარ მოვაყაროთ ფქვილი და დავყოთ 4 ტოლ ნაწილად. სათითაოდ გავაბრტყელოთ, ჩამოვაჭრათ გვერდები და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ჩამონაჭრელი ცომები შევკრათ და ისიც გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ ასეთი რგოლები. რგოლებში კი ამოვჭრათ ასეთი გული და გამოვაცხოთ ჩვენი უგემრიელესი ფხვიერი ნამცხრები. ფენები უკვე გამოცხვა, გვაქვს 4 უგემრიელესი ფენა. ჩვენი კრემის უკვე ოთახის ტემპერატურისაა, ამიტომ მოვხსნათ სამზარეულოს პარკი და დავიწყოთ კრემის მიქსერით ათქვეფა. მოხარშული კრემი კარგად ავთქვეფოთ, სანამ კარგ კრემის სტრუქტურას არ მივიღებთ. საოცრად გემრიელი კრემი მზად არის, რომელიც შეგიძლიათ სხვა დესერტებშიც გამოიყენოთ, განსაკუთრებით თუ ხდება შუს და ეკლერსაც. შემდეგ ჩვენი ფენები დავადოთ ერთმანეთს, ჩამოვაჭრათ ასე გვერდები, რომ ეს ნაფხვენები შემდეგ გამოვიყენოთ ტორტის მოსაყრელად. ახლა კი დავიწყოთ ფენების დაკრებვა. სათითაოდ ყველა ფენა დავკრებოთ, ზემოდანაც გადაუსვათ კრემის სქელი ფენა, ასევე გვერდებზეც წაუსვათ კრემი. შემდეგ ჩამონაჭრელი ნაფხვენებით დავუქვათ და გვერდებზე მოვაყაროთ ჩვენს მომზადებულ ტორტს და მოვაყაროთ ასევე ნაფხვენები ზემოდანაც. უკვე მზად ტორტს ზემოდან დავადოთ ჩვენი გამომცხვარი ნამცხრები, რომელშიც შუაში ჩავდოთ მურაბა. მე ჩავდე თეთრი ბლის მურაბა ნიგვზით, რომელიც განსაკუთრებულად უხდება ტორტ იაპონკას.
თეთრი ბლის მურაბა ნიგვზით ასევე არის შინაურულის არხზე. შეგიძლიათ მის ნაცვლად გამოიყენოთ 6-4 ვაშლის მურაბაც, რომელიც ასევე არის შინაურულის არხზე. ეს იყო ბოლო აკორდი და ტორტი იაპონკა მზად არის. უგემრიელესი და საოცრად ნაზი სტრუქტურის ტორტი, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.